დილამში დოფისა მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. როგორც შეხედეთ, ევეკოს სკოლაში მივყავდა უკვე დავტოვე, ახლა დანიკო მიყავს. ცოტა ქარი უბერავ და ისე ეტლის ქუდი ჩამოვაფარე და მე სამსახურში მივდივარ. მოკლედ გუშინ ვეცადე რომ ვლოგი გადამეღო, მაგრამ ვეღარ გავაგრძელე. ვერც დავიწყე, ვერც გავაგრძელე. ანუ ხვდებით ეხლა ცოტა ისეთ სიტუაცია მაქვს, რომ დედიკო, ეგ ეგრე არის, მეტი არ იწევა ქვემოთ. ცოტა რთულია. ბატონო, დედა, ბატონო. არ იწევა დედა, მეტი ქვემოთ არ ჩამოდის ეს. ესი არის დე. ნუ ყვირი ხარ. ხოდა რას ვამბობთ? ცოტა რთულია ამ სიტუაციასთან შეგუება ჩემთვისაც, ნარგოსთვისაც. ნარგოს სულ გონია რომ ეხა ადგებოდა დატრელდებოდა საქმეს გააკეთებს სახში. მოკლედ ვისაც არ გიყურებიათ წინა ვლოგზე, ნარგოს ჰქონდა დასვენების დღე, მოდიოდა ჩვენთან, ავიდა ავტობუსში. ერთი გაჩერებაც არ ჰქონდა, გავრილი ავტობუსი, როდესაც ძალიან უცებ, ანუ მოულოდნელად დაატორმუზა. ოღონ ძალიან მოულოდნელად და ნარგოს ხელი კი აკიდა, სხვა ქალბატონს არ აკიდა ხელი და აი ერთი ავტობუსის ერთი თავიდან მეორე თავში გადმოვარდა ეს ქალბატონი და ნარგოს დაეცა. ნარგოს, ნარგო წაიქცა, ხელი კიდე არ ქონდა გაშვებული, ხელი კიდე ეჭირა, მაგრამ დაეცა მერე ფეხებზე და მოკლედ მოტეხილობა აქვს მარცხენა ფეხის და მარჯვენა ფეხით საკმაოდ დაზიანებული აქვს, უბრალოდ გიფში არ აქვს, ანუ ფაქტიურად ვერ დგება საწოლიდან მხოლოდ აი თუ დავაჯენთ და ეგ არის, მეტი არა. რაც თავარია ცოცხალი გადარჩა და უფრო მეტი რამე არ დაემართა, იმიტომ რომ იქ სხვები დაზიანდნენ საკმაოდ, ერთს თავი გაუსკდა, მეორეს რაღაც ანუ მუცლით დაეცა და რაღაც რკინაზე და ნუ ერთ სიტყვით რა. თავარია რომ ნარგო გადარჩა და უფრო უარესი არ მოვიდა რამე. ხო და ეხლა რო წევს და რო არ ატანს ამ ფეხს ძალას და არ ადგავს ტკივილს, ხო ვერ გრძნობს შესაბამისად. გონია რომ ყველაფერი კარგადაა და აი ხა წამოხდება ან სორეთს გაფენს, ან ჭურჭელს და რიცხვას ან საჭირს გააკეთე და მოკლედ ესა ხალისობს. შევეცდები ნელა ჩავჯდა ფორმაში. რაღაცნაირად ავეწყო ამ რითმს, ეხა ამ დილით ავდექი ადრე, ნარგოსაც მივხედე, გოგოებსაც მივხედე, ჩემ თავს ასეთ ისე მივხედე, რა ვიცი. მზისგან დამცავი მისია, რაც თავარია და ხელპირი დამაჯიჭება. აი მე მეცინება. ხო და მე მივდივარ სამსახურში, გამომზადე ნარგოსი ყველაფერი თუ რამე დაჭირდება გვერდით უდევს. გამაყუჩებლებიდან დაწყებული, რამე სასუსნაოდ დამთავრებული, საჭმელიც მზადა მაქვს და თუ მოშირდება ზურა გაუცხელებს და აჭმევს რა მიუდას, თორე ჭამით თვითონ შედევს. ხო და მე მეც დავბრუნდები სახლში. ესეთი ამბები გვაქვს რა. არასოდეს არ იცი ადამიანმა სახლის კარებს რომ გამოიხურავ, გარეთ რა მოგივა. არასოდეს. ესე შვენიერი პირველი მარტის დილა ქონდა. ხო და შეხს გული მიგრძნობდაო, რომ ვერავდივარ, ისე აყენია მანქანები, ვერსად ვერავდივარ. კიდე კაი. ხო და გული მიგრძნობდა, არ მინდოდა საერთოდ გამოსვლა
არა, ეთყობა მოსახდენი იყო ეს და მოხდენი რა ვქნათ. თავარია იმაზე ვიფიქროთ, რომ შეიძლება რამე უარესი მომხდარიყო და ღმერთმა ამას აგვაცირა. ყველაფერი იქნება კარგად, ჯერ ამისი ცოტა გაგვიჭირდება ეს პერიოდი. იმიტომ რომ ტკივა აწუხებს თუ ანუ ერთ მხარეზე წევს, ვერ ტრიალდება, ვერც იქეთ, ვერც აქეთ. რთულია ეხა. მერე პლუს რეაბილიტაცია. მაგრამ არა უშავს. ხო დანიკო? დანიკო, სად ახარ გოგო? აი, მე სად ყოფილა? შენ ხელში რა გიჭირავს მაჩვენე? ეგ რა გინდა, დედა? ჰა? აბა თუ მიხვდებით რა უჭირავს ხელში? გუშინ ზურას შეკვეთა ქონდა KFC-ში. მივიდა ეს შეკვეთა წამოიღო, უნდა მიეტანა ადრესატთან და ადრესატმა არ უპასუხა. შესაბამისად წაიღო უკან KFC-ში და KFC მოხსნა ქვითარი და წაიღეთო ესო თქვენიაო უთხრა და ზურამ თქვა ხوار გადავაგდებდიო. საკმაოდ ბევრი რაღაცები იყო, შიგნით 2 ბურგერი, 1 5 ესე ქათამი, თავის კარტოფილით. ხო და სოსები და მე ზურამ მოვიდა საღამოს. ერთ სიტყვით ჭამა. ეს ერთი ცალი სოსი, დარჩა მაგიდაზე და ის სოსი აქ წამოღებული. ხა ვერ გამოვწიწკრე ხელიდან, თან მეშინია არ გახსნას და არ დაისხეს. ესეთი ამბები გვაქვს. წავეცი მოკლედ. და მე ჩაგერთვებით დროდადრო. ჩაცმულებაზე მეტყობა, ხო, როგორ თბილა ათენში. წამოვეცი სამსახურიდან. გამოვიარე მარკეტში, ერთში, მეორეში, მესამეში. იმიტომ რომ რასაც ვეძებდი, ერთ მარკეტში არ იყო ჟელატინი მინდოდა და ფხვნილის სახით. ყველგან იყო ფირფიტები როარი. ეგ არ მინდოდა. ხო და 15 წუთში გამოვაევეკო. ზურას ეს არ დამირეკავს და არ მithქვამს, რომ უკვე სკოლასთან ვარ და სავარაუდოდ ზურაც გამოვა. ხო და და ეს რა ქვია. მოკლედ მე და ზურაბი შევხვდებით სკოლასთან ერთმანეთს. მეთქი რაღაცა ის არის გამოკრული თქო. საინფორმაციო დაფაზე. ესეთი ამბებია. ცივა ხალხო საკმაოდ მინდა. დაველოდოთ ახლა ჩვენ სიმციმა გოგოს დარჩა ზუსტად 15 წუთი. და გაგიხარ და ორივე რა დაგხვდით? ზორიგო ლაიკო როგორა? ძალიან მომენა. დედიკო, რა საჭმელი ქონდა? ლომსტერი. დედა დიდი იყო ლომსტერი. დედა მაგას ქვია კრევეტები, დედა ლომსტერია. ეველინასთვის ლომსტერია, ლობსტერიც არა, ლომსტერია. ისა დედა რამდენი ხანია მარკეტში არ ყოფილი ვარ, ლომსტერებს რო უყურებთ. დე, ქშია? ბატონო? რაუ? დალევა, კეფირი გინდა? კი. მაგის მაგი. კონიაკი. მარტო კეფირი. საღარლო მაგე შენ არ სვამდა შენ თავაზე და ჩამოგვართო მშობლობა. შენ თვითონ არ სვამდა. როდის სიხარულო, ახლა დალევა არ ითვლება მაგი. სადილზე რო ნახევარ. რა? შეწუხდი. ხო, ახლა რა არის ახლა მაგი ზურიკო? ისა რატო თუ ესე გამოქონდათ ძირს რატო აგდებდნენ? ზემოთ მაინც დაედოთ რა ვიცი ვიღაცა. ახ დედა. ნარკო წავიდა და კასტილები წავიდა, გაქცეულა დედა წყალტუაში.
ვაწვალებ დედა ჩვენ ნარგოს. ჩავიტან დედა ქვემოთ და მოგცემ კეფირს. ეს დალისთვის ჩემთვის ეს მომიკოსთვის და ეს დედიკა. მე არ ვცავ დედიკო მაგას. რატო? არ მიყვარს დედა კეფირის ოლადები მიყვარს და ხარია და დედა რა ჭკვიანები და რა წყნარები არიან და როგორი მშვიდები არიან და როგორი დამჯერები. დანი რას ანგარიშობდე? მე ვხატო ამ მუსიკას ჯინგლბელს. ჯინგლბელს ხატა? ევა შენ? მე მაგრაფს. სულ ესე წყნარად არიან ჩემი მე შვილი. მაგრაფს ბუმს ვხატო. ხო კაი ასე მშვიდად საერთოდ არ ჩხუბობენ ჩემი შვილები. ხატო საქ. აუცილებლად სურა მოდი. მამიკოც ისეთი დამჭერები. მოდი დახატოთ. საერთოდ არ ჩხუბობენ, არ კამათობენ, დედიკოს უჯერებენ. ხო დედა? ძალიან დამჯერე ბავშვები ხართ. თქვენ ერთმანეთში ხო არასოდეს არ ჩხუბობთ დედა? არა დედა, რას ქვია თქვენ ერთმანეთში როდის იყო რომ ჩხუბობდი? ჩორთე თქვენ ორივეს ახლა ერთს აქედან მეორეს იქედან. რას არ მოკიდოს? დანი მასესხე ცოტა ფული. მოკლედ ზურას ტელეფონი არ უწყობს ხელს მუშაობაში. ძალიან მალე უჯდება. ხო და ეხა ერთიანი თანხა ნამდვილად არ გვიჭირავს ხელში რომ ტელეფონი გამოცვალოს და პლესიოში შეგიძლია ვისაც 10 დიამონი აქვს მიხვიდე და 4 თვეზე გადაანაწილო თანხა. ვიცი რომელი ტელეფონიც უნდა. მეუბნებოდა რომ ერთად წავიდეთო და მოვსინჯოთო თუ გაგვიკეთდებაო, ანუ უნდა 10 დიამონი, უნდა აფიმი, უნდა ბანკის ანგარიში და ბანკის აპლიკაცია უნდა ქონდეს ტელეფონში და 20 წუთში მოგდის პასუხი და ეხა არ იცის მე წამოვიღე ყველა ჩემი საკუთრები და ნახოთ რა გამომივა თუ შეძლებ განვადებით ამ ტელეფონის ყიდვას რომ გავახარო ჩემი ბიჭი. და მართლა იმსახურებს და ცოდვარი, ანუ არც power bank-ი არ შველის რა ტელეფონს. არ იტანება. და თუ იტანება ძალიან ცოტა ხანი ძლებს და მაგის მთავარი ატრიბუტი სამსახურში არის ტელეფონი და მოტოციკლეტი და ეხლა ვცადოთ განვადების მოკლედ გამომივიდა. მე ისე მიხარია და ახლა ერთი 20 წუთი დამჭირდა შევავსე ყველაფერი რაც საჭირო იყო. ხო და ზრას უყიდა ტელეფონი და დაგვრჩა 3 თვე გადასახდელი ეხლა და ისე მიხარია ეხლა მივწერე სადა ხარ მეთქი კალითიაშია და არ ვიცი თუ შეძლებს რომ მოვიდეს იქ სადაც ვარ ეხლა თუ არა და მე სახში დავახვედრე. წარმოდგენა რომ მე ისე მიხარია ხორცის მაღაზიაში ვიყავ ხორციც ვიყი და წავალ სახში ეხლა თქვათ თუ ზურა არ მოვა. დაველოდები ცოტა ხანი მისმა. ნახეთ ვის შევხვდი გზაში და ქართული ხაჭაპური მქონდა ნაყიდი. მეთქი ნახევარს დაუტოვებ, ნახევარს შევჭამ თქო და აგერე ჩამოვიარე მე ჩემს ქუჩაზე. ხო და არ გაჩერდა წითელზე ჩემი ბიჭი. შეგერგო სიხარულო. დაიღალე? არა, მოდი. ქშიოდა? ქშივდება. ეხლა მაღაზიაში ვამუშავებ, მოდრავ და ძალიან ისე ვიყავი და ხოდა მეთქი ესე პატარა ხვეზელები რო აქვთ ყველიანი იმას ვიყიდი თქო და მე რო შეხედე ახალი გამოღებული ქონდათ 6 ევროიანი ხაჭაპური და ისა მეთქი ბარემ ამას ვიყიდი და ნახევარს მე ზურა შეჭამს თქო მე მაინც ვერ შევჭამდი მთლიანად. არა არ მინდა მეც ხალო მართლა არ მინდა. დაგარ შეჭამ.
ბორდოთი გადაადგილდება. რა გამოგხედე და ფორმას დაყუც რო შევხედე ხო მეთქი ზურა თუ არა ზურა თქო და მე მოტოციკლზე შევეძე სხვა კაც არ გამეკიდა მეთქი. და ტელეფონი რო მქონდეს დატენილი შეიძლება შვიდპარაგელიაზე არ გიძლებს ხო? ანუ მწობა ვა ნუ იპიარეს ხო ჩართული ხო ხო მოკა არ ძლებს ახალი ტელეფონი გჭირდება მომის 100 €100 გათხოვო ეს მომეცი ეს მოიცა ისა რა ქვია ხორცი ვიყიდე ხო და არა გახსენი აბა ნახე თუ მოგეწონება ეს ნაწილი ხორცის რაც აწერია შეარა ნორმალი შეარა ნორმალი კაი ხორცის ნაჭერია შეარა ნორმალი ეს დავადებთ საქმე გამიგე თან დასხვევა გაგიკეთა ერთწლიანი გატეხვაზე წყლის ყველაფერნაირად ანუ ერთი წელი გაქვს ყველანაირ დასხვევა და თუ რო არაფერი რო რამე მოუვიდეს რომ მიიტან სამაგერო ტელეფონს გატნევენ ვიდრე შენს არ მოაწესრიგებენ ანუ ტელეფონოთ არ გტოვებენ წანეფერია თან ხა ბოლო ქონდათ მეტი არ ქონდათ სადი პლესიაში მათ ვიყავი ამდენი ხანი ანუ დაგეკეთე ფაქტურას მე გავაკეთე ყველაფერი იმგეს არაფერი არ გავუკეთებიათ 83 €. მე მაგს მეც გადაგიხდი ხარ რა პრობლემა არა რო შეიტანო მე 140 € მაქვს კაკი ხარ და ეხლა ვიქტორია და რაღაცა 200 € რაღაცა გადავხედე უბრალოდ ბატარია რო კონდეთ წესი 5-6 წელი დაიჭე და არი ფიქრო რომ ეს წამო ახლა დატენე ვაგი და ჩამოკიდე ნელა მანქანა ნელა რაღაცა საათი და 67 ვატია სრაფი დატენა აქ რა იმას ზუსტად 2 საათნახევარი უნდა მთლიან რო დაიტენოს და შვიდა რო დაიტენოს საათი უნდა 50% და საათი დამას უნდა 15 წუთი კაკი ხარ და სიხარო იმიტომ რომ რა არის იცი რომ მიყვები ვოლტის პარაგელიას ტელეფონმა უნდა შეგეწყოს ხელი არა ხო რო წახვალ შორს ხო აზრი არ აქვს USB-ს იმიტომ მას მოტოციკლიც არ აქვს USB რო შეუერთო ქვევიდან გესმის ხო და ძალიან იმას ქნა მაგრამ აუ ეს კაი სადა ტელეფონი აი კანკალეს ხელები მე ჩვენი როგორი ფერი არ ვიცი მე მწვანე გვაქო და ვაუ რა მაგარი ფერია ინტერნეტში ვქონდა მარტო მაგ ფერი ნანახი ისე რეალურად არა იმიტომ რომ იქ ქონდათ თეთრი ფორთოხლის ფერს რაღაც შევატრელე არა მეორე მხრიდან ვაუ მაგარი ფერი შიდავაში არ ქონდათ, თორე მინდოდა რომ მეყიდა. არ ქონდათ. არც ის ქონდათ.